წაგიკითხავთ კრებულის შესავალს თითქმის ბოლომდე ერთ გვერდს ბოლოში გამოვტოვებ, იმიტომ რომ ძირითადად რაც არის სათქმელი პირველ სამ გვერდშია და შემდეგ წაგიკითხავთ პირველ ესეს. და ეს პირველი ესე არის 4 გვერდი. შესავალი 3 გვერდი, რასაც ახლა წაიკითხავთ. და ამით მე დავასრულებ ჩემი სიტყვით მოთხრობას აი ამ კრებულის შესახებ. თუ კითხვები გაგიჩნდათ და რა თქმა უნდა გაგიჩნდებოდათ ალბათ ტექსტთან დაკავშირებით თუ წიგნთან დაკავშირებით თუ ავტორთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით. ყოველი ჩვენი აი ამ მომზადებული ჩანაწერის მერე გვექნება ცოცხალი ეთერი და მსმენელს ექნება საშუალება რომ კითხვები დაგვისვას ან გამოთქვას თავისი მოსაზრებები ამ წიგნის შესახებ, მოსმენილის შესახებ. ეხლა მაშინ დავიწყებ უშუალოდ კრებულის შესავლის კითხვას. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ისტორიის დასასრულის აჩრდილი კაცობრიობას ორჯერ გამოეცხადა. 1980-1990 წლების ზღვარზე ისტორიის დასასრულის ოპტიმისტური სამოთხისეული ხედვა გაჩნდა, რომელმაც დააგვირგვინა ბერლინის კედლის დაცემის და საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდი. 1989 წელს გამოვიდა იაპონური წარმოშობის ამერიკელი სოციალური ფილოსოფოსის ფრენსის ფუკუიამას სტატია ისტორიის დასასრული? კითხვის ნიშნით თავდება. ხოლო 1992 წელს მისი წიგნი ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი, სადაც დახატულია ისტორიის პერსპექტივა მარქსისტული უტოპიისა და ტოტალიტარული პროექტების კრახის შემდეგ. აქ დროის გაჩერება კი არ იგულისხმებოდა, არამედ იდეური კონფლიქტების ამოწურვა. ლიბერალური დემოკრატია მმართველობის უმაღლესი და საბოლოო ფორმა აღმოჩნდა, რასაც კაცობრიობა მიაღწია. ანუ ახლა ჩემი სიტყვით ვიტყვი დავამატებ ამ მას კითხვას შევწყვიტა. ეს ფრენსის ფუკუიამას წიგნი და სტატია ძალიან ფართოდ არის ცნობილი, სხვათა შორის ქართულად არსებობს, წიგნათაც გამოვიდა 1999 წელს ქართულად და ინტერნეტში დევს სტატიის თარგმანი, ბურუსი არის ესეთი გვერდი და აი იქ დევს. მოკლედ თუ მოძებნით იპოვეთ. კაი, ვაგრძელებ ახლა შესავლის კითხვას. დასავლეთის იდეის, დასავლეთის ტრიუმფი ცხადი გახდა უპირველესად იმიტომ, რომ ლიბერალიზმს ვერც ერთი სხვა სიცოცხლის უნარიანი ალტერნატივა ვერ უპირისპირდება. ის რისი მოწმეების გაუხდით, როგორც ჩანს, უბრალოდ ცივი ომის ან და ომის შემდგომი ისტორიის მორიგე პერიოდის დასასრული კი არ გახლავთ, არამედ ისტორიისა, როგორც ასეთის, კაცობრიობის იდეოლოგიური ევოლუციის დასასრული, დასავლური ლიბერალური დემოკრატიის უნივერსალიზაცია, როგორც მმართველობის საბოლოო ფორმისა. სწორედ ეს იდეალური სამყარო განსაზღვრავს საბოლოო ჯამში მატერიალურ სამყაროს. ეს არის ფუკუიამას სტატიიდან ციტატა. აი რაც ბოლოს ავიკითხე. ვაგრძელებ შესავალს. მაგრამ უკვე 21 საუკუნის დასაწყისში იდეალურმა სამყარომ წყალებში ნგრევა იწყო. ჯერ ისლამური ფუნდამენტალიზმის დარტყმის ქვეშ, რომელმაც მოსპო თავისუფალი სამყაროს სიმბოლო, სოფლიო სავაჭრო ცენტრის წყუპი სათამბჯენები ნიუ-იორკში. ხოლო ფუკუიამას წიგნის გამოსვლიდან ზუსტად 30 წლის შემდეგ, 2022 წლის თებერვალში, რუსეთი თავს დღაეცხა უკრაინას, რაც არსებითად მთელი დასავლური სამყაროს გამოწვევა გახდა, რამაც ისტორიის დასასრულის სრულიად სხვა ჯოჯოხეთური პერსპექტივა დასახა. თავად ფუკუიამაც კი უშვებდა მოვლენების ასეთი შემოbrunების შესაძლებლობას ამ
სამყაროთაგან საუკეთესოში, როგორც უნდა გამხდარიყო ჩვენი პლანეტა ლიბერალური დემოკრატიის გამარჯვების შემდეგ. ის ჯერ კიდევ 1999 წლის სტატიაში წერდა და ეხლა ციტატას წავიკითხავ. ტრადიციული მარქსიზმ-ლენინიზმის პროპაგანდისტებისგან განსხვავებით, ულტრანაციონალისტებს აქვს და კავშირში მთელი გზნების ჯერად საკუთარი სლავიანოფილური მოწოდებისა და იქნება შთაბეჭდილება, რომ ფაშისტური ალტერნატივა იქ ჯერ კიდევ სრულიად ცოცხალია. ციტატის დასასრული. მაგრამ მაინც ვერავინ წინასწარმეტყველებდა, რომ მეორე კომუნისტთან ერთად ტოტალიტარიზმის ფორმა სრულიად მოიცავდა სწორედ იმ სახელმწიფოს, რომელმაც ესეცა ჩამოიგდო პირველის უღელი და საკუთარ თავს ფატალურად გამოხატავს დასასრულის მანიშნებელი 100 ზეთით. და კიდევ ერთი საოცარი შემოbrunება. სლავიანოფილობა უსაშინლესი სლავიანოფობიით შეიცვალა. რადგან ომი, რომელსაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო, იწვევს სლავური სამყაროს ორი ყველაზე დიდი სახელმწიფოს გრევასა და თვითგანადგურებას. ფუკუიამას განჭვრეტის უნარს საკადრისი უნდა მივაგოთ. გადმოსცემდა რა ჰეგელის ისტორიის ფილოსოფიას და პრინციპულად ეთანხმებოდა მას, ფუკუიამამ განჭვრიტა, რომ ლიბერალური დემოკრატიის ტრიუმფი ომების სულ გაქრობას და პაციფიზმის გამარჯვებას არ ნიშნავს. რასაც შეიძლებოდა გამოეწვია კაცობრიობის გადაგვარება, უკანასკნელი ადამიანის, ეს ფრიდრიხ ნიშეს სიტყვებია, წარმოშობა, ვინც ჰედონიზმის მოწყენილობაშია ჩაფლული და საკუთარი თავისუფლების დაცვის ძალა აღარ შესწევს. ეხლა ისევ ფუკუიამას ციტატა. ლიბერალური დემოკრატია, რომელსაც ყოველი თაობის ცხოვრებაში აქვს უნარი საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად გამართოს ხანმოკლე და გადამწყვეტი ომი, გაცილებით უფრო ჯანსაღი და კმაყოფილი იქნება იმ საზოგადოებასთან შედარებით, რომელმაც მხოლოდ უწყვეტი მშვიდობა იცის. ციტატის დასასრული. ეს არის ციტატა ფუკუიამას წიგნიდან. თუმცა ჩნდება კითხვა, თუ ეს ხანმოკლე და გადამწყვეტი ომი, გლობალური და მართლაც უკანასკნელი აღმოჩნდება, უკანასკნელ ადამიანს მოსვენება რბილ სასტუმროზე კი არა, არამედ ბირთვულ ომით გადაბუგულ ადგილას რადიოაქტიურ ფერზე ხომ არ მოუწევს? ამ კითხვას ეპშტეინის აქვს. იდეოლოგია, რომელიც ამჟამად რუსეთის სახელმწიფოს პირველი პირების გამონათქვამებიდან იხატება, ეს სწორედაც აღსასრულის იდეოლოგიაა. ქვეყნისა და კაცობრიობის დაღუპვისთვის მზადება. აი რა განაცხადა პუტინმა 2024 წელს. ისინი, დასავლეთის ქვეყნები, ლაპარაკობენ იმაზე, რომ სურს ბრძოლის ველზე რუსეთი სტრატეგიულად დაამარცხონ. რას ნიშნავს ეს რუსეთისთვის? რუსეთისთვის ეს მისი სახელმწიფოებრიობის შეწყვეტას ნიშნავს. ანუ რუსეთის 1000-წლოვანი სახელმწიფოებრიობის აღსასრულს. მე მგონია ეს ყველასთვის გასაგებია და მაშინ ჩნდება კითხვა, რისი უნდა გვეშინოდეს, განარჯობია ბოლომდე ვიაროთ, зачем нам бояться, не лучше ли идти до конца? ასე არის დასათაურებული ეს პუტინის სიტყვა. და აქ მითითებულია წყაროები. ეხლა მე ამებს წყაროების მითითებებს არ ვკითხულობ ტექსტში, აწყობილ ტექსტში, ბეჭდურ წიგნში, ყველა ციტატას აქვს თავისი წყარო მითითებული. ხო, ეხლა ვაგრძელებ შესავალს. ბოლომდე ვიაროთ რისი გულისთვის, რომელ ბრძოლაში გასამარჯვებლად, რომელ უმაღლეს საზრისა და მიზნებს უკავშირდება ისტორიის ეს დამუყველი დასასრული, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ პოლიტიკურად აბსურდული, თვითმკვლელობის ტოლფასი მოვლენაა და ამიტომაც ის მეტაფიზიკურად იდუმალია, სულისა და საზოგადოების ჯერაც აუხსნელ საიდუმლოებებს უკავშირდება. სწორედ ამას ეძღვნება წიგნი, ისტორიული კატასტროფის კულტუროლოგიურ ანალიზს. აქ შესავლის კითხვას დავასრულებ, დარჩენილია კიდევ დაახლოებით 1 გვერდი, ავტორი მადლობას უხდის ცოლსა და მეგობარს გაწეული დახმარებისთვის. მოკლედ თავარი უკვე რაც ნათქვამია შესავალში ის უკვე მოგახსენებს.